ამერიკის ყოფილი ელჩის შემდეგ მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი მმართველი გუნდის ლიდერთა ყურადღების ცენტრში ამჯერად ეველინ ფარკასი ექცევა. 3 წლის წინ მის მიერ მიცემულ ინტერვიუში ნათქვამ ფრაზებს ქართული ოცნება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობის კონტექსტში განიხილავს. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ ხელისუფლებისთვის საქართველოში ომის დაწყების მსურველი დასავლელი პოლიტიკოსების განწყობების და პოზიციების ილუსტრირება. რუსეთის მხრიდან საქართველოში საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმ საერთო სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მისი აზრით ჩვენი ქვეყნის ომში ჩასართავად წინასწარ იყო შემუშავებული. ამ გეგმის მონაწილეებად მმართველი პარტია ადგილობრივ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აცხადებს. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილების და ხედვის ფონზე მეორე ფრონტის გახსნის თემის გარშემო შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ოპონენტები ხელისუფლების განცხადებებს ანტიდასავლურ რიტორიკად მიიჩნევენ. საქართველო დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშაა რუსეთისგან, რუსეთის შემოჭრის, რუსეთის სამხედრო მოქმედების მხრივ, იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინი ვერ იგებს უკრაინაში. მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ასე დარწმუნებული ხართ? ვინაიდან არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში. მერე რა. საქართველოს მისამართით რუსულ საფრთხეებზე მერერას ავტორი ეველინ ფარკასია, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. თავად ეს ინტერვიუ 2022 წლის 19 სექტემბრითაა დათარიღებული და მას კიდევ ერთხელ შალვა პაპუაშვილი იხსენებს. იმის მორიგდასტურად, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მუდმივად არსებობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი. ამას კი როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მიანიშნებდნენ ასე ღიად, როგორც ამ ინტერვიუში ფარკასი და დახურულ კარს მიღმა. როგორც ამავე ვიდეოში ყვებიან ერთის მხრივ პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მეორეს მხრივ პრემიერ-მინისტრი. დღეს, როდესაც ჩვენ ხედავთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას უკრაინის ომის დასასრულებლად, ამავე დროს კი ვხედავთ უკრაინაში არსებულ სამხედრო ვითარებას, იმას თუ რა მოუტანა ქვეყანას სამწლიანმა ომმა, სრულიად ნათელია თუ როგორ გადარჩა საქართველო კარგად დაგეგმილ და პირდაპირ გაწერილ სცენარს. იმ როლს, რომელიც ჩვენს ხალხს ბირთვული დაპირისპირების ზღვარზე მყოფ კონფლიქტში უნდა შეესრულებინა. თურმე ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა მეტი, უნდა ვდგარიყავით წინა ხაზზე, უნდა დაგვემსახურებინა მაგიდასთან ყოფნა, გაგვეწირა თავი და დაგვეღვარა სისხლი გლობალურ დაპირისპირებაში შესაძლებლობის გახსნილი ფანჯრისა და ისტორიის სწორ მხარეს დგომის სანაცვლოდ. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე გაბრიყვდა ამგვარი მორალისტური დაპირებებით 3 წლის წინ და რამდენია შეპყრობილი დღესაც იგივე წარმოდგენებით. ეს ისტორიული ინტერვიუ ნათლად აჩვენებს ომის მხარდამჭერი ელიტების მაშინდელ განწყობებს. რუსეთი სუსტია, უკრაინა იგებს, უნდა დავამარცხოთ რუსეთი ბრძოლის ველზე. ოღონდ ეს ყველაფერი სხვისი სხვისი სისხლის და სხვისი ცრემლის ფასად. ამ სამხედრო პოლიტიკურ დოქტრინაში პირდაპირ ჯდება საქართველოში ძველი იარების გახსნა და რუსეთთან 2008 წლის მსგავსი დაპირისპირების გამეორება. თუკი საქართველო ისევე წამოეგებოდა სამხედრო ავანტიურისკენ მოწოდებას, რუსეთის მხრიდან ჩვენზე დახარჯული რესურსი უკრაინის ფრონტს მოაკლდებოდა და ამით მეტ უპირატესობას მოიპოვებდნენ. და მერე რა, ნუ თუ არ ღირდა გლობალური ინტერესის გამარჯვება საქართველოს სიცოცხლის ფასად. გარე ძალებზე საუბრის გარდა პარლამენტის თავმჯდომარე წერს შიდა პოლიტიკურ თუ სხვა მოთამაშეებზეც და ტოლობის ნიშანს სვამს ამ შიდა ძალებისა და გარე ძალების სურვილებსა და მოქმედებებზე. მათ შორის ეველინ ფარკასის განცხადების გარდა იხსენებს იმ განცხადებებსაც, რომელთა ავტორებიც შიდა ოპონენტები არიან. ოპოზიცია კი ვისაც მმართველი გუნდი დიდი ხანია მოიხსენიებს გარე დავალებების შემსრულებლად, პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ პოსტს პროპაგანდის მორიგ სერიად ნათლავს. ისინი ქართულ ოცნებას ომის თემით მანიპულირების მცდელობაში სდებენ ბრალს. დამაჯერებელი მათთვის არც ის ვიდეოა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აზიარებს. მგონია, რომ უფრო სერიოზული ძალა არის დასავლეთი და ფონდების ხელმძღვანელობით არ ხდება ზოგადად კომუნიკაცია ესეთ საკითხებთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებას აქვს რაღაცა კონსპირაციის თეორია, რომელთაც ის წამლავს ამ ქვეყნის მოსახლეობის რაღაც ნაწილს, რომელსაც აჯერებს, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა ხავს, რომელსაც შემდგომ თავის ტკივილად უნდა დაემატოს საქართველოს საკითხის დეესკალაცია და თუ კი ვინმეს არსოს ამ ქვეყანაში დამატებითი კრიზისი, განსაკუთრებით სამხედრო კრიზისი, ეს არის დასავლეთი, იმიტომ რომ მაინც მათი მოსაგვარებელი გახდება ბოლოს და ამიტომ ეს ლოგიკასაც ეწინააღმდეგება. პაპუაშვილის ეს ბოლო განცხადება არის იმ შავი პიარის გაგრძელება, რაც დიდი ხანია მიმდინარეობს ევროკავშირის წინააღმდეგ და საქართველოს მრავალი წლის პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, რაც შეეხება კონკრეტულად ომში ჩართვის ნარატივს, გამოგზავნდნენ კონკრეტულად თქვან
ვინ ითხოვდა საქართველოს ომში ჩართვას, როდის ითხოვდა, რატომ ითხოვდა, დაამტკიცონ ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თითოეული ეს ლაპარაკი არის უბრალოდ ჭორაობა და შავი პიარი პარტნიორების წინააღმდეგ. ოპოზიციას არ სჯერა გარეთ ძალებისა და მათი სურვილების. ითხოვენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც, თუმცა მმართველი გუნდი მათ ამ პოზიციებს, მათ შორის იმ ვიდეოთი პასუხობენ, რომელიც დღეს შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ვიდეო და ეველინ ფარკასის ღიად გამოხატული პოზიცია არის კიდევ ერთი დასტური იმ პოლიტიკის და სტრატეგიის ისტორისა, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს არჩეული რუსეთ-უკრაინის ომიდან დღემდე. როდესაც ადამიანების სიცოცხლე სხვებისთვის არის მერე რა, ზუსტად ეს არის ისეთი ბოლშევიკური და ისეთივე ნაცისტური განცხადებები, როგორიც მაგალითად გვახსოვს, რომ მაგალითად სტალინისტვის არსებობდა ტერმინი, რომ ადამიანების სიცოცხლე ერთი ადამიანის სიკვდილი ეს არის ტრაგედია, ხოლო ბევრი რაოდენობისას ჩვეულებრივი სტატისტიკაო, ზუსტად ასეთივე სტატისტიკურად უყურებენ თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ ძალებისათვის ერთ ტყვიას ზუსტად იგივე ფასი აქვს, რაც ადამიანის სიცოცხლესა და ადამიანის ჯანმრთელობას და ამ ყველაფერში უნდა ჩვენი ქვეყნის ჩართვა და ამას არამხოლოდ დახურულ გარსმისმა აკეთებდნენ განსაკუთრებულად ღიად, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებული სიმძაფრით, არამედ ამ ყველაფერს აკეთებდნენ მათ შორის საჯაროდაც. კაფით იკვეთება სწორედ აი ეს ორი რაღაც, რომ ერთი საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და ქვეყანას ააცილა ძალიან დიდი უბედურება და მეორეს მხრივ ჩვენ დავინახეთ ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდათ და აქვთ დასავლეთის ზოგიერთ არაფორმალურ გავლენას, ასე ვთქვათ, საქართველოსადმი. ამიტომ მთავარი გაკვეთილი მთელი ამ პერიოდიდან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობაზე მეტად ამ ქვეყნის ბედი არავის არ აღელვებს. ამიტომ ჩვენ თვითონვე უნდა მოუვაროთ ჩვენ თავს და ვიზრუნოთ ჩვენივე თავის ზოგადად ჩვენი ქვეყნის მომავალზე. იმიტომ რომ სხვა მხრივ, აი არაერთხელ მე რამდენად უკვე ჩანს, როგორ უპასუხისმგებლოდ ზერელეთ უყურებენ საქართველოს და საქართველოს მომავალს. ბოლო სამწლიანი მოწოდებებისა თუ მინიშნებების გახსენების გარდა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მართალია სახეები იცვლებიან, მაგრამ ომის მოსურნე ელიტის თამაში სოფლიო პოლიტიკაში ჯერჯერობით დასრულებული არ არის. შესაბამისად, საფრთხეებიც ჯერ ისევ არის და სწორედ ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ოცნების არჩეული სტრატეგიის მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც მისი თქმით, ნომერ პირველ ამოცანად გლობალური პოლიტიკის ფონზე საქართველოს ინტერესების დაცვაა დასახული.